რა მოხდა თბილისში რესტორან ონორეში? შინაგან საქმეთა სამინისტრო არაფერს ამბობს. ამ დრომდე უცნობია ვინ გაისროლა იარაღიდან და არის თუ არა ვინმე დაჭრილი. ასევე უცნობია რა მუხლით დაიწყო პოლიციამ გამოძიება. გავრცელებული ინფორმაციით მინოშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორანში გვიან ღამით ორჯერ გაისროლეს. ირკვევა რომ დაპირისპირება გოგოს გამო მოხდა, რასაც ხელჩართული ჩხუბიც მოყვა. რა მოხდა ონორეში, ვინ არიან ჩხუბის მონაწილეები? ირაკლი ბახტაძე არკვევს დეტალებს, ის ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. გისმენ ირაკლი. ხელჩართული ჩხუბი და ფიზიკური ანგარისწორება გუშინ გვიან ღამით რესტორან ონორეში მოხდა. არსებული ინფორმაციით ერთმანეთს რესტორნის სტუმრები დაუპირისპირდნენ, როგორც კონფიდენციალური წყარო, რომელიც ამ დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. გვიყვება, რომ თავდაპირველად რესტორნის სტუმრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება მალე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ამის შემდგომ კი ერთ-ერთი პირი, რომელიც ამ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, როგორც კონფიდენციალური წყარო მთავარ არხს ამ დაპირისპირებაში 10-მდე პირი იღებდა მონაწილეობას, ხოლო პირი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით რესტორნის შიდა სივრცეში ისროდა, მისი ინფორმაციით არის ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობარი დავით ბილანიშვილი, იგივე კაწრო, რომელიც არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. მოახდინა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ პირის იდენტიფიცირება, რომელიც ამ დაპირისპირებაში იღებდა მონაწილეობას და რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, ჯერჯერობით არის უცნობი, ან რა მუხლით დაიწყო გამოძიება ძალოვანმა უწყებამ, ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. თუმცა წყარო ონორედან გვიყვება იმას, რომ ამ დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი არის ეგრეთ წოდებული კაწრო, რომელიც როგორც უკვე გითხარით, არის ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობარი და მისი სახელი და გვარი არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს, თუმცა ამ დრომდე მისი დაკავება არც ერთ საქმეზე არ მომხდარა. რა მუხლით დაიწყო გამოძიება, როგორც გითხარით, ჯერჯერობით არის უცნობი, თუმცა წყარო გვიყვება იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რესტორნის შიდა ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდნენ. შესაბამისად, ექსპერტ კრიმინალისტებმა ამოიღეს სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერები, რომლის მეშვეობით მათ მარტივად შეუძლიათ იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც ამ დაპირისპირებაში იღებდნენ მონაწილეობას და რა თქმა უნდა იმ პირის იდენტიფიცირებაც, რომელიც უმისამართოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. ამ ამბავს რა თქმა უნდა არ ყავს სხვა თვითმხილველები, მხოლოდ და მხოლოდ მთავარი მოწმეები არიან ის პირები, რომლებიც რესტორნის შიდა სივრცეში იმყოფებოდნენ. დღეს რესტორანი არის დაკეტილი, იქ არავინ არ დაგხვდა, მხოლოდ და მხოლოდ იმ პირების ჩაწერა შევძელით, რომელიც გარე ტერიტორიაზე მუშაობენ, რომლებსაც რასაკვირველია არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა გუშინ გვიან ღამით ნონეშვილის ქუჩაზე. იყო აქ ონორეში და ხო დაგიგია? არაფერი არ გაგია? არაფერი არ მიგია. მე 6 საათს მომწე მუშაობას. გუშინ იყო, გუშინ ღამე. ალთო ბილანიშვილი, იგივე კაწრო, ეს არის პირი, რომელიც სახელდება ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად, იმ ადამიანად, რომელიც გუშინ გვიან ღამით რესტორნის შიდა სივრცეში ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, თუმცა ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტრო არაფერს ამბობს ამ დაპირისპირების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად იყო ეს ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობარი, ის ფორმალურად მაინც უნდა დაიბარონ შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე განყოფილებაში იმისათვის, რომ მოხდეს მისი გამოკითხვა.